საგამოძიებო კომისიამ ბოლოს ხდომაზე კიდევ 4 ადამიანი გამოკითხა სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში 2008 წლის ომი და შინდისის მოვლენები. მიღებული ინფორმაცია მძიმეა, როგორ გასცეს ხეობის დაბომბვის ბრძანება ისე რომ მოსახლეობა არ გაიყვანეს ბრძანების შეუსრულებლობისთვის კი ფრინავი დასაჯეს. გამოიკითხა შინდისის ბრძოლის მონაწილეც. ყველაფერმა ვიცოდით რომ ვერ გააკეთებთ ისე გასროლას, რომ დაზიანება არ ყოფილიყო. კოდორის ხეობაში მოსახლეობით სავსე სოფლის დაბომბვის ბრძანება ხუთმა მფრინავმა ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაცია, რომელშიც თავდაცვის ძალები მონაწილეობდნენ და ბრძანებებს ოქრუაშვილი გასცემდა, მფრინავებმა არ შეასრულეს. იმედა მაისურაძემ გაიხსენა, რომ ოქრუაშვილმა მერაბიშვილთან ერთად ნორა და ემზარ-კვიციანების სახლების განადგურება უბრძანა და მოატყუა, რომ სოფლიდან ხალხი გაყვანილი იყო. მიზნების ძებნა რომ დავიწყეთ, ვერ ვნახეთ. ვნახეთ მარტო მორბენალი ბავშვები და ქალები დარბოდნენ თეთრი ზეწრებით. და მოვძებნეთ ცარიელი რიყი ადგილი და ესე საჩვენებლად რომ სათქმელად გავუშვით რამდენიმე ზალპი. ტყუილი. ფლად რო არ გვესროლა, ეს კატასტროფა იქნება თითოეულ ჩვენთაგანისთვის. იმიტომ კაჭჭამი გველოდებოდნენ. რა გითხრათ ირაკლი ოქრუაშვილი? კაცები არ ხართ. აინტერესებდათ პიარი, ტელევიზია. ბაზაზე მობილიზებული იყო ტელევიზია. ტელევიზია არ ვიცი, ხა კამერიანი ხალხი იყო. სოფლის დაბომბვაზე უარის შემდეგ ბაზაზე დაბრუნებულ მფრინავებს ოქრუაშვილმა კაცობა დაუწუნა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გაიცა ოპერაციის გამეორების და სამიზნეს განადგურების ბრძანება. მეორე შესვლაზე ისევ დავრწმუნდით, რომ მოსახლეობა ისევ იქ იყო და ისეთ პერიოდი იყო სკოლაში იმედი იყო არავინ არ იქნებოდა. და სკოლის ეზოში ჩამოყარა რამდენიმე ესაჭური. უკარო ბრუნდებოდი, მე ვხედავდი, რომ ეს ციმციმებიანი მანქანა მელოდებოდა. დამაკავეს და წამოყვანეს ფოთში. თითქოს მე ვითომ კვიციანისგან იმზარასგან ის ქონა რაღაც თანხა აღებული. გამოთავისუფლეს, მაგრამ თუ ესეთი ის ვიყავი, საშიში ვერტფრენ ისე მანდეს. ტერორიზირება პირადი შემადგენლობის. ჩვეულებრივ ამბავად უთვლებოდა. 2006-2008 წლებში კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენა თორნიკე გერლიანმა. გერლიანი ბოლო იყო, ვინც ხეობა დატოვა. იხსენებს, რომ ქართულ სამხედროებს ტერიტორიის დატოვება უბრძანეს, თუმცა დანაყოფების სიები და სამხედრო საიდუმლო დოკუმენტები არ გაანადგურეს. მტერს ადგილზე საბრძოლო მასალასთან ერთად ქართველი ჯარისკაცების პირადი ინფორმაცია დახვდა. კადრებიც არის მაგათი, როგორ გამოაქვთ სიები ჩხალთის პოლიციის შენობიდან. რატომ მოხდა თქვენი აზრით? სამწუხაროდ ვერ ვითხოვ შემწხვება მაგ პასუხის. დიდი სირცხვილი არის ხელმძღვანელიც, რომ საკუთარი დანაყოფის სიას დაუტოვებ ტერს. 2008 წელს ჩვეულებრივად მოძრაობდა მან ხეობაში ხალხი. ნებისმიერი შევიდოდა, ვინც ფორმირებაში ნამყოფი არ იყო მაშინ. მაგრამ მერე დაიწყო ხელშეშლები უკვე. კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტი გვიშლიდა ხელს. ქართული მხარე? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ პროვოკაციებს ერთხელ შევდიოდით ჩვენ და ჩვენ შესაშინებლად მოაწყვეს თითქოს და ორმხრივი სროლა არისო. გვითხრეს რა ჯგუფია გადმოსული, ახლა მოხდა საცეცხლე კონტაქტი, უკან დაბრუნდით თორე გაგიყვანენ ჩაქხოცავენ. ესეთ რაღაცები კეთებდა, სპექტაკლებს გავდა. 2008 წლის აგვისტოს ომი და შინდისის მოვლენები გაიხსენა უჩა გუგუჩიამ. უთანასწორო ბრძოლის მონაწილემ მიღებულ ბრძანებებსა და სამხედრო მოქმედებებზე დახურულ სხდომაზე ისაუბრა. ნაწილობრივ დაიხურა გენერალ მამია ბალახაძის გამოკითხვაც. დაახლოებით თვენახევრით ადრე აგვისტოს მოვლენებამდე ვინიშნები სახმელეთო ჯარების სარდლად. 2008 წლის ომის მერე თუ არ ვცდები ეს იყო 19 აგვისტო. მაშინდელმა მინისტრმა დამიძახა ბატონმა დავით გეზერაშვილმა. დიახ. და მითხრეს რომ მოხსენებმა თანამდებობიდან. კითხე რა თქმა უნდა ბუნებრივია რომ მიზეზი რა იყო და რა დგას ამის უკან და პასუხი იყო ესეთი რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით ან მოცემული მდგომარეობით რა მდგომარეობაც გვაქვს ამ წუთას აღნიშნულ მდგომარეობიდან გამომდინარე. დიახ, ის მოცემული სიტუაცია რაც იყო და აღნიშნულ მდგომარეობიდან. ესე წაგებული ომი მას შემთხვევით არ უთქვია, მაგრამ დაახლოებით ალბათ ისი ვარაუდა და ისი ფიქრა რომ იმ მოცემულობა რაც იყო იმ მდგომარეობით შედეგი ალბათ იმ შედეგს გულისხმობდა. საგამოძიებო კომისიის ბოლო საჯარო სხდომა 5 ადამიანის გამოკითხვით დასრულდა. ჯამში 40-ზე მეტი სხდომა და 150-ზე მეტი გამოკითხულია. დასკვნის 500 ფურცელზე მეტი უკვე დაწერილია.